საბჭოს თავმჯდომარე და პრინციპში ნიკა იცი რა არის თადუმაძე მართა ჭურშის ისტორია პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხარ პოლიტიკური თანამდებობა გიკავია თან პარლამენტარი ხარ თავიდანვე დიდი სისულელე გააკეთეს მათ რაღაცა ფარატინა ხაღალით რომ მოსთხოვეს პარლამენტზე ეს ბიჭი დაგვაჭერინეთო საერთოდ დებილობა გააკეთა იმ მოსამართლემა აღარ მახსოვს იმის გვერდ და მე სააპელაციოში რო ეს ხელბორკილების დაგადეს გიშების ხელს თქვენ გახსოვთ თუ გასაგები ყველა მეთოდით უსწორდებიან მე კი არა ვარ შუაში ყველა ადამიანი ხვალ იქნება სერგო იგივეს გაუკეთებენ ეცდებენ თუ კი გაუვათ არა ვეღარ გაუვათ ვერ გადატეხეს ხალხი ხო დადიხარ უკვე პარლამენტში შეეგუნენ იმიტომ მიხვდნენ რომ ნეფში ჩავა არანაირი ვალდებულება არ აქვს მე როგორც პარლამენტის წევრს წინასწარ შევატყობინო მართა არა გასწავლესაც მივდივარ პარლამენტში და ჩემთვის აქ ყოფნა დღეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა კონსტიტუციური უფლება გაქვს ამავე დროს აი საპარლამენტო საქმიანობასაც აქ ვახორციელებ კი ბატონო აქედან შესაძლებელი უკან მიბრუნდე პარლამენტში მე ახლა დღეს მოვდიოდი აქ და არანაირი პროკურორის საქმეში არ ჩავაკეთე ძალიან კაი გიქნა პარლამენტში ჩავაკეთე აი ამ პროკურატურას რა იმიტომ კი არა რომ უბრალოდ არ შემიძლია ეს გავაკეთო ადვოკატის მეშვეობით ხო არ არის ამისი აუცილებლობა მე მეუბნება და კანონი და კონსტიტუცია და ზუსტად წერია ეგრისი უფლება მაქვს და მე ზის ვალდებულება მაქვს ყოველ შემთხვევაში ნიკა მე მართა მაინტერესებს შენთან უფრო თეორიული საუბარი თუმცა წინა ნახეთ წინა მოსვლაზე რა ამბავი ატეხეს გახსოვთ ხო მარტივად იფიქრეს ეხა გაგვივა დაждდება სახში არ გაგივა ხახტო ეხა რამდენს გამოვკიდავთ ეხა იმ ციხეში გამორიცხული ამბავია ეხა რა იმისი არ იყოს ეხა მართლაც მეუხერხულება კიდევ გონიათ ეხა მართლაც პარლამენტი ეხა ეკრანი ცისფერ ეკრანებზე ჩანს რომ ალბათ რაღაცა პარლამენტია კი ბატონო თავარი პოლიტიკური ასე თქვა შენობა არაფერი არ არის საერთოდ პოლიტიკური პროცესი შიგნით არის მკვდარი გითხარით აი ქალბატონი ეძლა მაჭავარნეს აირჩევენ სუსის ხელმძღვანელად რომ მოინდომენ ხო შიგნით ხო აი ესეთი რეალობა გვაქვს ადამიანი რომელიც ერთი დღის განმავლობაში 15% თუ რა მოუმატებს ქართულ ოცნებას და ერთ წინადღით იტყვის 45% გვაქვს და მეორე დღეს იტყვის 60% გვაქვს ხო კომედია არის არ არის სტომატა დარბაზი რაღაცა საცირკო წარმოდგენას უფრო გავს ვიდრე ეს რეალობა არის მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი ვარ იმ 150-თან განი ხო პოლიტიკური პროცესი შიგნით არის მკვდარი არ არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ქვეყანა სადაც მოწყობა ვითომ საპარლამენტო ვართ პრეზიდენტი კონსტიტუციის თანხმობა არაფერი არ წდება პარლამენტში ნიკა თუ გინდა არაფერი არ ლექცია ჩავტაროთ ჩვენს მაყურებლებს დამიჯერეთ ძალიან ბევრი გიყურებს დენ შეოპინი მართლა კაი ადამიანი იყო დამერწმუნე კი ძველი თაობის იყო მაგრამ ქვეყნის წინსვლას ეკონომიკურ წინსვლას აი მართლა ჩაუდგა სათავეში დამერწმუნეთ რა იცი დენსეოპის აჩტილიც არაა ბიძინა ივანიშვილი მე აი ნაწყენი ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილზე რატო იცი ნიკა ზუგდიდში გაწამაწია იყო იქ სხვათა შორის ზუგდიდში ნაცმოძრაობას ყოველთვის ჰქონდათ ნუ ეს ზვიადისტები არიან და იმიტომ რა და ახლა ზვიადისტებისთვის იყო რა რომ ჩვენი პრეზიდენტი შევარდნაძემ ის გვიქნა გაგვინადგურა და ვინც შევარდნაძეს განადგურა და მათთვის იყო ესე ვთქვათ მიზანი და სასიხარულო ესე ვთქვათ ძალა ეს არის და თელი სამეგრელო ზვიადისტების იყო თელი სამეგრელო მე გახდნენ მიშისტები აი ამ მოტივით ხო აი იქ არჩევნებში 2012 წელს ვერ მოიგო ქართულმა ოცნებამ ფაქტია ახლა მე არ ვაზვიადებ ციფრებიც ვიცი და ყველაფერი და ეს კაცი გამოვიდა იქ მე მართა იცი გულუფრილო ვიყავი ნიკა და მე დაუჯერა იცი ამ ბიჭს აი მას ბიზნეს სამეგრელოდან აღორძინდება საქართველოს ეკონომიკა აი მაქვს ეს კასეტაზე და აი თუ გინდათ გამოგიტანთ დიდი მამალი ტყუილი რა არაფერი სამეგრელოდან არ აღორძინებულა აი ისეთი ყველაზე ის არის ინფრასტრუქტურულად დალეწილი არის მთელი სამეგრელო ზუგდიდში მე მგონი კიდე 10 წელი იქნება ისა რომ უასფალტოდ იქნება მთელი ქალაქი და ამგაც მე მგონი ეჯავრება სამეგრელო ფესნობიერად ნამდვილად ეჯავრება რომ მე ხვდები ნამდვილად გეტყვით და ეს კერძაიას ის შვილის ამბავი შე რო წამიკითხე ახლა თავზარი დამცემი შეძახილი არის მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი ვიღაცაა დეგენერატი იმიდან სამინისტროდან რომ გააგზავნეს იქა და იმის დედის გარო აიღეს ინტერვიუ არავითარ საშინელება ნიკა რასაც ბაჩანა შენგელია ой მაგაზინი ხა შე რო წამიკითხე მეგობარი უგანცებულესი წესიერი ყავდა რომელსაც არ მოვერიდები ასე რომ დედა მოუკლეს რა ხალხს რა თუნა ამას მოუკლეს და სიცოცხლეშივე ქალბატონი საუბრობდა იმაზე რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა
მაშინ როდესაც ქალბატონი საუბრობდა რომ მასზე ზეწოლა ხორცდებოდა, მე რომ გითხოთ ბაჩანა მოკლეს, იმიტომ რა ვარ ეხა ბიჭისთვის, როდესაც თამოყარე ადამიანი მით უმეტეს იგებს რომ დედა საჯაროდ საუბროს ზეწოლის თაობაზე. ეს სექტორის ტოლფასია ნებისმიერი არა ბინზორი მეთოდი მოიგონეს გაზოწყალ არ ჩადგა ქართული ოცნების სამსახურში საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთო ოცნების სასარგებლო და ვის აქვს უფლება დღეს გამოვიდეს და თქვას რომ ჩვენ სიკვდილამდე ვინც მიიყვანა ესა თუ ეს ადამიანი იმას შევიწყალებთ ეხა კი ბატონო იქვე ამბობენ რომ ეხა უძიმეს დანაშაულში ყველობაში ხილებულებს არ დავჯით მაგრამ აქ ეხა პირდაპირ გაგებით ეხა ტყვია არ უსვიათ ქალბატონი კერძაიასთვის სიკვდილამდე მიიყვანა არაერთმა ადამიანმა და მათი ბრალეულობისგან გათავისუფლება და მართლმსაჯულებისგან გათავისუფლება არის დაუშვებელი ეს არ შურიზიება არის და პოლიტიკური რევანშია რა არის პოლიტიკური რევანში და რა არის შურიზიება ზემოთ ვახსენე რაც ასევე არის წარმოუდგენელი და რუდა მოვჩეთ ერთმანეთის დევნას ხელისუფლებისთანავე რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე თქვენ გაპატიოთ ის რაც არ გეპატიებათ იდუგეცე დავარიგე რატო იცით აუცილებლად იგივეს გავაკეთებ ახლა ერთი წლით ადრე შესაძლებელია შენ დამნაშავეს უთხრა რომ რაც გინდა გააკეთე მოიმარჯვე შენი მახვილი და მიიტყი და დაჩაგრე ნებისმიერი ხო ასე გაიგო კრიმინალურ მოსაუბრს გასაგებია მაგრამ ახლა მე პარტარსიამონებს აი ის რა ქვია ეს თქვენი არ არის დაწყავდი ბატონო ეს არ არის პიგმაობა ეს არ არის იდეასთან დაპირისპირება ბატონო დავით არ იფიქოთ არც ერთი წამით ეს არის იდეასთან და ინიციატივასთან დაპირისპირება თორე ძალიან კარგად და მყარად ვარ იმ პოზიციაზე რომ ერთობას აქვს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ეს ერთობაც პირობითი არის ერთს გეტყვი თუ შეიძლება ახლა მათქვევინე მეც მინდა კითხო შენ ახლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი თანამდებობა ახლა შესვენების დროს საუბრის დასაწყისში ნიკა მამისწინააღმდეგო პოლიტიკური საბჭო არისო აი ესე ვთქვათ რაც ქვეყანაში პარლამენტი არისო საუბედუროდ პარლამენტი არ წვითავს ყველაფერს ფაქტიურად დენ სიაოპინი წვითავს ეს დენ სიაოპინი სუბიექტურია და შესწომებს და უშვებს და შეც უნდა გაიმყარო იქა და ესე თქვენი პოლიტიკური საბჭო ცოტა უნდა შეიცვალოს და ჩემი კეთილი სურვილი არის აი გულწრფელად გეუბნები ამასა მე ძალიან ბევრი მიფიქრია ამ ამბავზე იცი თქვენ ქვიათ რა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თანაბეთ ამ იმპორტულ სიტყვებს გასო ნაციონალური ეს ხო იგივე ეროვნულია მე გირჩევთ აი ჩემი კეთილი სურვილი ეცი რა არის რებრენდინგია თუ რაც გინდა და დაირქვით რა ეროვნული მოძრაობა ერთიანი ეროვნული მოძრაობა სახელი უნდა შეიცვალოთ რატო იცი მე შენ მესიმპათიურები მე მინდა ხალხო გითხრათ რომ სააკაშვილის ინაუგურაცია რო იყო 2008 წელს დიდი გრანდიოზული ის იყო საპროტესტო მანიფესტაცია იპოდროზე მეცინება რა რაზე გაყვარეს იმ იპოდროზე იმ ყირვაში იქ ნახე ნიკამელია იქ გამაცნო მამამისმა ეს კაცი იყო ჩამოსული გერმანიიდან იქ სწავლობდი თუ არ ახსნები და იმ დღეს გაგიცანი მე ამ კაცს აი ნაცმოძრაობის წარსულთან არაფერი არ აკავშირებს შენერები ბევრი არიან მე ხარ რო ხედავ ხოლმე აი შენ დასაცავად აქ ერთი 400 კაცი რომ მოვიდა იმ ღამეს ეს ბატები რო გაბრაზდე რატომ მივიდაო კავკასიაში იცი რა არის წესიერი ხალხი იყო იცი თქვენ ეროვნული მოძრაობის ნაწილი უნდა გახდეთ და გადაირქვით სახელი მე მართა გეუნები რეალობას შეხედეთ ნაციონალური მოძრაობა მართლაც გულახდილად ამაზე რა გინდა არ გინდა ხარ კიდევ სამუშაობთ 600,000 მაგაცმა ხო მოგცახმულია წარსული რომლითაც ეს პარტია ნამდვილად დიდწილად ამაყობს ამავე დროს რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ქონდა იმ წარმატებების კვალდაკვალ ძიმის შესტომები ამაზე ბევრი ვისაუბრია და რა დროს ეს არის ახლა ვიცი ვარ შენს კარგად იცი არც ნაცები მოხდა და არც ხოცები მაგრამ 600,000 კაცი არა ერთ წამს რა 600,000 კაცმა პირველ ტურში საპრეზიდენტოს უნდობლობა გამოუცხადა ქართული ოცნების იდიოტობას ეს 600,000 ეროვნული ძალაა ეს მეტი კი არაფერი არაა და დაირქვით სახელი ეროვნული ძალა მე გირჩევთ თქვენ აი სერიოზულად გეუბნები არც უნდა აყვეთ ვიღაცების რაღაც მიეთმოეთებს და დაჭერა არ დაჭერაზე კანონი უნდა კანონობდეს ნებისმიერ შემთხვევაში დაამთავრა და მე სულ არ მინდა თქვენს დისკუსიაში აყოლება არა არც კინკლაობა და ერთ-ერთი პირველი ვარ და სხვადასხვა იქაც ბევრი ამას ამბობს არავის არ სიამოვნებს ახლა ოპოზიციურ ფლანგზე კინკლაობა მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ მათ შორის მე ეს არის ძალიან მავნებელი ინიციატივა გაჟღერების დონეზეც კი რომელიც თავში უნდა ჩავყოთ და აგერ ბაჩანა შენგელიას იაკავტონ იაკეძაიას შვილიც ამის თაობაზე წერს ხო ამიტომ ჩვენ არ უნდა წავახალისოთ
უნებლიეთ არ უნდა წავახალისოთ კრიმინალური სამყარო, რომელიც არის ივანიშვილის სამსახურში და მათ ერთი წლით ადრე არ უნდა უთხრათ. ჩემო ბატონო, რა მოვიგეთ უკვე მოვედით ხელისუფლებაში? ვინ აპირებს შურიზიებას და ანგარიშორებას? ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი პროგრესს არ გამოიწვევს. მაგრამ რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობა დიახაც არის მდიდარი საკუთარი გამოცდილებით. ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვიცით რა როგორ ვაკეთოთ და ვიცით სად მივაკეთეთ ჩვენი ცხვირი კედელს და სად მივაქცეთ დიდ წარმატებას. რა თქმა უნდა და პირველ რიგში მართლა გულახდილო ვარ ამას რომ ვამბობ, მიშა სააკაშვილმაც ჩვენ ერთად იცის ეს ყველაფერი. ყველაფერს თავი დავანებოთ, იყო ადამიანი 36 წლის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. მეცირებოდა აბსოლუტურად დამატებით სხვა გამოცდილება შეძინა ამ ადამიანს და მეც მათ შორის და ძალიან ბევრ ჩვენ მეგობარს და მასაც მიშას პირველ რიგში სამუშაო აქვს, რომ გავაცნოთ ჩვენ ახალ თაობას თავი ისე, როგორებიც ვართ ჩემი ღმერთმენით. მე გული რაზე მწყდება, იცით? მე გული იმაზე მწყდება, რომ რეალურად არის რაღაცა სეგმენტი მოსახლეობის ჯერ კიდევ, რომელიც ისე არ გვიცნობს ჩვენ როგორც ჩვენ გვინდა რომ გვიცნობდეს. ეთახვები. რთული არ არის ადვილი, როდესაც მთელი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავებულია ქართული ოცნების მხრიდან, ხარჯავენ მილიონობით და მილიონობით დოლარს, რომ დისკრედიტირდეს გნებად ნაციონალურ მოძრაობას, გნებად ეროვნულ მოძრაობას, რაც გინდა დაარქვით, ხო? მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლები ძალა აქვს ამ პროპაგანდას, რომელიც წარმოებს ქართული ოცნების მხრიდან. სიმართლე თავის გზას ადრე თუ გვიან პოულობს და მე ასევე გულწრფელად ვამბობ, მიხარია რომ სულ უფრო და უფრო მეტრე ხდებით. იმ ხარეს, რომელსაც ჩემი შეფასებით ისტორიის მხარე ქვია. აქ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიქნებით, დავარქვეთ ეროვნულ მოძრაობას, გადავარქვეთ სხვა პარტიის სახელწოდებას, დავარქვეთ ასე შედარებით. ეს რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაც მნიშვნელობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სადაც დგავართ დღეს ჩვენ. ორი მხარეა, ან ძალიან არასწორი ბნელი ისტორიის მხარე, ან ისტორიის სწორი მხარე. ნიკო, შეგეკითხები რა ხა, მე მართა გევნები, აი რო უკვირდები, გუშინ იყო შენს არავის შოკი. რას გულისხმობ? იყო ამ იმისი რა ქვია, მამუკა ხაზარაძის საუბარი. ადამიანურად შემეცოდა, ამას რო გეტყვის, ჩვენი დენსიაოპირი, კოშმარია. რა არის, მე ხა სერიოზულად გევნები ცოტა რა, იმათო გუგრილად უყურები ბანკირებს და ბანკების საქმიანობას. ეს კაცი იცი პატრიოტია. წესიერი ადამიანია. ამოხედკა და თქვა. გიგანტური გარღვევა გააკეთა. აი, როგორც თავის დროზე იმან რა ქვია, ოქროაშვილმა შეაზნაზარა ნაცმოძრაობის ავტორიტარიზმი, აი ესეც საქმეს აკეთებს ეს ბიჭი. და რა არის, ესეც პატრიოტია, შენს პატრიოტი ხარ, ვაჭრობ, მამაშენიც მაგარი პატრიოტია და ბევრი ვარ, ეგეთი. აი ეს კერძაია, იცი, პატრიოტი იყო. მე ახლა დეტალურად შევისწავლე ეს ამბავი, ხალხო, აი გეუბნებით რა, ჯერ ამ მთავრობის დედავატირე რომ 120,000 კაცი ცხოვრობს ზუგდიდში. გაის არ აქვს, წყალმომარაგება არ აქვს, იდიოტების ქვეყანაში ვარ. ეს ისა რა ქვია, სისულელეებში ფულებს რო ხარჯავდა, რა ჯანდაბად გვინდა ეს ლარსიკობის იმაზე, რა ქვია, 500 მილიონი ჩაყრას. რომელიმე ქალაქში წყალგაყვანილობა ბოლომდე რო ხელისუფლება ვერ მიიყვანს, დაახვიონ რა უნდა აქედან. არც ბათუმშია ბოლომდე, არც ქუთაისშია, არც ფოთშია, ზუგდიდს არა და ზუგდიდი რეალურად მეორე ქალაქია რიცხოვნობით. 200,000 კაცი ცხოვრობს, იქ წყალი ვერ მეუმარაგებია და ამ მეექვსე საჯარო სკოლაში ნიკა არ მოდიოდა წყალი, ისევე როგორც არც ერთი ზუგდიდის სკოლებში. ბაკები უდგათ 2 ტონიანი, 3 ტონიანი უკვე დეზინფექციის და იმის არ შეიძლება რა წყალი დიდხანს ვერ დგება. ან ის ქლორი უნდა ჩაისხას, ან ვერცხლი და რაღაცები. აი ესეთ იმაზე რომ ინტრიგაზე რომ მიდიან და ამის გამო რომ ამ ქალს ათავისუფლებენ, რომ სანიტარული ნორმები თვითონ ხელისუფლებას აქვს, ბაკები დადგმული იქა და ამ იდიოტობის გამო რომ იმ ქალს ხსნიდნენ. ეს ის ბრიყვი და ტუტუციის სამინისტრო. ნერვებზე ვიშლები რა. ვისარგებლო თქვენი გადაცემის სპეციფიკით, რომელიც იძლევა ადამიანური ენით საუბარს. მართლა ამ შესაძლებლობას იძლევა. აი ვიდრე ახლა ჩვენ საუბრობთ, არ ვიცი რომელი საათია, 9:15 წუთი, ხო? აი ამ წუთას თქვენი საზრით, რითო თქვენი საზრით რას აკეთებს ბიზინა ივანიშვილი ან გიორგი გახარია? მე რას ვიცი? აი ერთი ძი ვინ მე გეტყვით ასე, რას არ აკეთებს იმას გეტყვით. არ მსჯელობს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არანაირ რაღაცა რეფორმის გატარებაზე ამათობის სფეროში. ერთადერთი რითიც არის ეხლა ეს ადამიანი დაკავებული, როგორ გაანეიტრალოს მაქსიმალურად ბევრი პოლიტიკური ოპონენტი, რომ შეინარჩუნოს ის, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია.
ის ძალაუფლება და ის ფული რომელსაც შოუ. შენ ეს იგრძნობა, ბატონო დავით, უკვე. იგრძნობა, მაგრამ არ გამოუვა. რომელი, არა, არ გამოუვა კი არა, ფინიში სწორია უკვე, ბატონო დავით. არ გამოუვა ეს უკვე რაღაცა ფრაზა, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ საუბრობს, ხო? და იყენებს უადგილოა. დამარცხებულია ბიზინა ივანიშვილი, უბრალოდ ბევრი ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს ჩვენ რატომ? ინადა მარცხი არ არის ბიზინა ივანიშვილის მარტო პანაცეა. ნიშნულოვანი არის სწრაფი პროგრესი ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მაგრამ ზუსტად გეუბნებით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თუნდაც ახლა ვიდეო ჩვენ საუბრობთ, ივანიშვილი არ არის დაკავებული მაგალითად სოციალურ პრობლემების გადაჭრით. არ არის დაკავებული რა პენსიონერი, რა სტუდენტი, რაც ტრანსპორტი, იმ სამინისტროში ხალხი ღამეებს არ აინტერესებს. ვარამი იქ არ რაღაცა გაჭირდება. არა, ხახნო, ხომ ყველას ვინახავს, გვიყურებია, კინოთეატრში ყოფილვართ, მაფიოზური ასე თქვათ ხასიათის ფილმები, ხო? ხო? აი წარმოვიდგინეთ რა, ეს ადამიანი მართავს დღეს ქვეყანას, რომელიც ცდილობს დროდადრო გაეპრანჭოს საზოგადოებას იმისათვის, რომ მისი სახე რეალური დაფაროს. და სულ რამდენიმე დღეში ძალიან მალე იქნება ერთი წლის თავი იმ ცნობილი მიმართვიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა შარშან მეორე ტურის დასაწყისში, სახე როდესაც ჩამოსტიროდა ბიზინა ივანიშვილს, თქვა რომ ერთი წელიწადი მომეცით დრო და ყველაფერს გამოვასწორებ. ძალიან მალე, ხო, ძალიან მალე. რამდენიმე დღეში. აი ყველა ჩვენ თავს დაუსვათ შეკითხვა, რა შეიცვალა უკეთესობისკენ ერთი წლის თავზე. უკეთესობისკენ ბევრად გაუარესდა ვითარება. არ გაუარესდა ამას ბატონი დათო გაკუბარდია ხო არ საუბრობს, მარტო ნიკამელია ხო არ საუბრობს. ყველა ხდება ხო? და იხტიბარს არ ეტეხენ და პირიქით გეუბნებიან რომ შენ სტყუი. ეხლა რუსთავი 2 წარმოიდგინეთ, იმდენად დასოსდა ხელისუფლება რუსთავი 2-ის რეპორტერებს რას უკეთებდნენ, რომ თქვენ ციცრულის მანქანის წარმომადგენლები ხართ, რუსთავი 2 ხართ და შენ თქვენ კოლეგებზე საუბრობ. დღეს მიიღეს მართაც მზარდი ტელევიზია მთავარი არხის სახით, რომელსაც ამასაც ვეღარ აძახებენ. ვეღარ აძახებენ ვერაფერს, ხო? და კვირა არ გავა, რომ ექსკლუზიური სკანდალური ინფორმაცია არ გაიგონოს თქვენ გმირი ჟურნალისტების მეცადინეობით, ხო? ყულაღრიანი რუსთავი 2-ში ფულს რაც შორის ნიკა 3500 და რატო ხონდა ცრილ, რატომ იტანა ეს იერიში? იფიქრა რომ რუსთავი 2-ს დავუყურავ, ეროვნული მაუწყებელიაო, ძლიერი ტელეკომპანიაო და ამოვისუნთქავ ოდნავ. უარესი მიიღო, უარესი. თქვენ აქედან გახსნილი ფანჯარა, თავარი არხი, კიდე სხვა არხი და არ არსებობს. ეს ხალხი დაგამარცხებთ თქვენ. უნდა ვიწმუნოთ ძალა საკუთარ თავში, მე პირადად ეჭვი არ მეპარება არც ესეთი წამით, რომ ივანიშვილის მარცხი არის გარდაუვალი, კი ბატონო, ეკრიანი გზა გვაქვს გასავლელი, ვიღაცა კიდე ციხეში მოხვდებით, ვიღაცას დააპატიმრებს, ვიღაცას შეზღუდავს, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვების დროშას აგვაფრიალებიებს ყველას ერთად, გამარჯვების იმ დროშას, რომელიც უნდა აისახოს კონკრეტულ კეთილდღეობაში, კონკრეტულ ოჯახებში, საქართველოსი და არა უბრალოდ შევცვალოთ პეტრე პავლეთი და ასე შემდეგ. მე შეკითხვა დამისი, რომ აი ახლა 2015 წელზე რასაკეთებს ბიზინა ივანიშვილიო და ამჯერად საკმაოდ კარგად ვერკვევი, სად რა ხდება. ბიზინა ივანიშვილი დღე და ღამე არის აბასთუმანში. საქართველოში რაც ესე თქვა სამშენებლო ტექნიკა 70% უკვე მანდ არის და იმას ავით არ ვიცი რა, ნერო უფრო კალიგულას გავს, ან ნერონს გავს, რა ვერ გაიგე ბიზინა ვის აკავს, გიგანტომანია ჭირს ამასაც ქალაქების მშენებლობის. აიჩემა რომ ურეკი ქალაქად უნდა ვაქციო, ვერ აქციო, ახლა გადაწყვიტა აბასთუმანში გიგანტურ მშენებლობებს აკეთებს, არ უყურებს ტელევიზორს. ნურს უყურებს. შურიზიება იქნება, გულახდილად ვამბობ, შურიზიება. აი იქნება, როდესაც წესრიგი დამყარდება და ზღვა რომელიც მიიერთა ბიზინა ივანიშვილმა, ნაკლებად პრობლემურია ახლა ამდენი დახუნძული პრობლემებით მოსახლეობისთვის. ეს პრობლემა, რომელსაც მე ახლა საუბრობ, წესრიგი ხო უნდა დამყარდეს, ხო? ზღვა მიიერთა სანაპირო საზოგადო, ანუ ყველასთვის მოსახმარი სანაპირო მიიერთა მიურთა სახლს. ზღვა არ უნდა შორდეს მის სახლს. ნიკა. სახლს ხო არა ახირებებია, ნუ რა. არა. და რაზე ხარჯავს ენერგიას და ფულს? ფულს, სახელმწიფოს ფულს. ხო არ გონიათ თავისი ფულით გააკეთე. ფულს, აბა რატო აშავებს და ათეთებს და ფული არა აქვს თავისი? ფული, იმ ფულით მე არჩევნებს გიტარებს და
ცდილობს რომ ვიღაცები მონუცხოს. სხვათაშორის ეხლა იმას რა ქვია აი ფულისები რა გიმანიშ. პრომეტი უნდა ისა რა ქვია იმას. აი მე ღმერთო ყოფილი მერი როა ევროპულ დემოკრატებში. უგულავა ხო? უგულავას ვიუსაჯეს ისა 3 წელი თუ 4 წელი ზუსტად არ მახსოვს რომ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დახარჯა. არ არის ფაქტი რომ ტოტალურად არამიზნობრივად იხარჯება თქვენთანაც სახალხო. მაგრამ აი ამ ლოგიკით რა ლოგიკით რა ლოგიკითაც ბატონი უგულავა ციხეში გაუშვა ივანიშვილმა. ყველა ჯანსაცმელი დღეს ვინც ახალისუფლებას 27 წუთში უნდა წაუყენო ბრალი კახიკალაძეს. თავარი ბრალდება რა იყო ეუბნებოდნენ რომ ის ეგრეთ წოდებული უბნის უფროსები ანუ კოორდინატორები შენ დაასაქმეო შენთან სამსახურში და ხელფას უხდიდი სახელმწიფო რასაც უგულავა აკეთებდა იგივე ვიტო საჯარო მოხელეებსო. აი შირაკს 12 კაცი ყველა უწდება ამას აკეთებს. სულ ყველა აიცი რა არის სიბინძურეში ჩაეფლდნენ ეგენი მე ახლა სუბიექტური ვარ და ნაცებზე უკეთესები არ იყვნენ და არც არიან უარესებს აკეთებენ უკვე იცი და აი მე ნახეთ არა ყველგან ესე იყო არა ვის მათ შორის მე დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან არ უთქვამს რომ მთელი იმ წელს განმავლობაში ჩვენ ვიყავით ანგელოზები არ უთქვამს მიშასაც და არ უთქვამს არც ერთ ჩვენს პოლიტიკური პარტიის ლიდერს გულახდილი ვარ ამაში და ვაგებ სიტყვაზე პასუხს მაგრამ ის კი გვითქვამს რომ ტერიტორია დავამსგავსეთ სახელმწიფოს ის კი გვითქვამს რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები შეიქმნა. ის კი გვითხოვს რომ რეფორმები გატარდა და გაყინული რაღაცა 14-ლარიანი პენსია რომელიც არც კი გაიცემოდა ნელ-ნელა 11-ჯერ გაიზარდა. ის კი გვითხოვს რომ ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა. ის კი გვითხოვს რომ 10-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ერთი სიტყვით განვითარდა შუქიანითო გზა დაიგო ტურისტი შემოვიდა მაგრამ კი ბატონო ვაღიარებთ ხელებს წევთ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე გავანალიზეთ ვიცით რა ვაკეთოთ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევის გზაზე. მაგრამ, როდესაც აქ თქვენ ადრით ეხა ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობას მე არ დაგიმოვთ შეუწყობილად უზრუნ თავს რატო იცი? ჩვენ კარგში შევჯერებოდა ქართული ოცნება. არ შეგეჯერებოდა. ოდენავ კონკურენციას გვიწევს ქართული ოცნება ის სადაც მართა წარმატებულები ვიყავით და სადაც თავად ვაღიარებენ. აი დამთავრდება მათი მართლობა უკან მოიხედავენ. და რა დარჩება? რა გაკეთებული საქმე დარჩება? არაფერი ნიკა მაპატე რა ეწავს რა. მაიარ ჩეულიშვილი ციხეში უზის ბიძინას პირადი პატიმარია მაგის და მისი და დაწერა ამ კალმა გაზეთში ინტერვიუში დაწერა რომ მიშას რომ შენებლობა მასობრივი იყო. არ არის ჩვენთან შენებლობა დაბლოკილია და გაპარტახებულია და საჯეს კრიმინალური გახდა უკვე შენებლობა. დაზარალებულთათვის 66 წლის ქალს არჯობდა ეს ქალბატონი გარეთ ყოფილიყო და რამენერად აი რა არის თავი მოება და ეტაპობრივად ვალი გაესტუმრებიან ხალხისთვის. ნახე არის გაზო და არამთავრებინებდნენ იკაზე პირად ვიცი მაგამ ბა ამიტომ ამ შენიშნას ვერ მივიღებ, ნამდვილად ვერ მივიღებ ამ შენიშნას, როდესაც ერთ სიბრტყეში გვაყენებთ კალკულაციას და შირაკთა დაგაყენებთ. არა შირაკ 13 თავის პარტიელი ყავდა მერიაში გაფორმებული. თქვენ ცოტა მეტი ყავდა. არა ნახეთ სამწუხაროდ ვამბობ იქ სადაც ვიყავით წარმატებულები ოდენავ მაინც რომ მოებაძა ქართულოცნებას დღეს თქვენ რა გონიათ საიდან გაიზარდა ხახნო მიდი 150,000 ხმა ვიღეთ და ბოლოს ავიღეთ 600,000 ხმა იმიტომ რომ ხალხო სწორი ანალიზი გააკეთა და მიდგომები შეცვალა საკითხისადმი და გვაპატია და ჩვენი ამოცანაა რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ხარდაჭერა. ეხლა ნიკა მე დიდწილად ამაში არ ვაღიარებ ქართულმა ოცნებამ ხელი მათმა მამლებლობამ და უსუსურობამ და არაფერს კეთებამ გარდა ფულისა საკუთარი ჯიბის გამდიდრებისა ხალხს აფიქრებია რომ ისევ ჯობია აი განახლებული წინა ხელისუფლება ნაციონალიზმის საკითხი ვიდრე ეს კაცი ჭამიები და ბიუჯეტი ეწავს რა მათქვევინებს თქვენ ეხლა და საერთოდ ქართულ მეც უკვე ეს ასეა მათქვევინებს ამთავრებ ეთერს ქართული ოცნება რო ყოფილიყო ვაღიარებ რა გაგერეთ ჩვენ ხო გიგდება ქართულ ოცნებას თუნდაც 10% იმ დაპირებებისა რომ შეესრულებენ ამ დაპირდა ძეგს დაუდგამთ უპირობო პოლიტიკური ელექტორალური თვალსაზრისით ძალა იქნებოდა გეთახმები მეც გეტყვი შულერები აღმოჩნდნენ თაღლითები აღმოჩნდნენ და ვიგოდნიკები არიან ფეხებზე კიდეც საქართველოს ერთს გეუბნები ნიკოშა და მე გულსფერი ვარ რა სხვა ჩინელები უბროჭკვიანები არიან ჩვენ და ვიუბაძოთ ჩინელებს 60% კარგი აკეთაო მოუზრუნო 40-ო ცუდიო ქემაის კლასიფიკაცია გააკეთეთ თქვენ მოგიწევთ
600,000 ხმა მიიღეთ 1,500,000 ან 1,300,000 გვჭირდება რომ ეს ტარტარუზები 1,100,000 კი ბატონო მე მინდა ტრიუმფით ერთად ოპოზიცია და მეორე ტურში არჩევნებში რომელიც არაფერს არ წყვეტდა გეთახმები ხო და ეხლა ბევრი მოვა და მე გამიხარდება თუ სახელს შეიცვლიდა ეროვნული გახდებით ძალიან გამიხარდება თუ ყველა სხვანაირად შეხედავს მოვლენებს ძალიან გამიხარდება თუ კი უფრო და უფრო იცი აი თამამად შეუტიეთ თქვენს წარსულს თქვით რა მივქარეთ ბოროტება გამოგვივიდა აღარ მოხდება ეს არანტიები გვინდა არა ნიკო შეხლა შეხლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით ეხლა ყველა თქვენ უნდა გვასწრებდეთ ჩვენ საუბარს ჟურნალისტებს გას უნდა გეთქვათ უნდა თქვათ აი ამაში საზიზღრობა იყო გულისამრები იყო ცემატყეპები რაღაცები დაიწყებთ გამიჯერეთ 1,500,000 კაცი წავა წინააღმდეგი ამ გოცების ბატონო თუ აი 30 წამი არ ყოფილა ეთერი თქვენს გადაცემაში რომელიც არ გამომიყენებია ამ თემაზე საუბარი. ყველა თამამად შენსაუბარი. არა მხოლოდ მე, გასაგებია, უბრალოდ ამ გადმოსახედიდან ეხა მუდმივად საუბარი იმაზე სადღაც არავინ არ საუბრობ დიდხანს. როდესაც აგერ სკვირცინ აკეთებს საოცრებას გასაგებია. თუმცა გეთახმებით ამაზე ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში მოგვიწევს საუბარი. ჩვენ აუცილებლად წარუდგებით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩრდილოვანი კაბინეტით. გულისხმობ ქვეყნის მოსახლეობას ეწოდინება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რომელ უწყებას რომელი ადამიანი ჩაიბარებს და ეს ადამიანი მთელი 4-5 თვით ადრე უნდა აპარებდეს კომუნიკაციას საზოგადოებას. თქვენ უნდა იცოდეთ ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, შიდა გასაკვეთთა მინისტრობის კანდიდატი და ბუნებრივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც. ეს რაც არ გაგუკეთებია არასოდეს და თითოეულ მათგანს ამ ყველაფერზე თავთავიანთ ასე ვთქვათ სფეროზე საუბრისას მოუწევს საუბარი როგორც მომავალზე, როგორც პროგრესზე, ასევე წარსულზე, მადლობა ნიკა. მადლობა. კარგი მოსაუბრე ხარ, დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და მე ვფიქრობ ხალხო გულწრფელად გეუბნებით, გუში რაც მოხდა, იმის შემდეგ საქართველოს სხვანაირი გახდება. აი ესევე როგორც 20 ივნისის აი მასობრივმა ახალგაზრდულმა აი მან რა ქვია რისხვამ არა შეცვალა საქართველოს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ საქართველოს შეცვლილია დღეს. აი მართლა შეცვლილია და გუშინ აი მართლა ილუსტრაცია მოხდა. არავით არის დენსეოპინები ეგენი არ არიან. ერთი კარიერის და უბედური ხალხი არის და რაც მალე წავლენ ამ ხელისუფლებიდან ქვეყანას ეშველება. მე ესე ვფიქრობ და ამაზე კიდე გუშინ დღეს ახლა ნახსენეთ ხო გაირკვა რომ არანაირი არჩევნებით ბატონი არ აპირებდა ხო? არეულობას აპირებდა 2012-შივე. ბატონ ივანიშვილი ხო თქვა ბატონმა წინა მისმა თანაგუნდელმა რა გვარია ბატონ კვაჭანდირაძემ. ამიტომ მისი ბუნება და მისი ხასიათი ყველა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა გააცნო საზოგადოებას უკეთ. გაიშიფრნენ ბევრნი და მახარებს ნიკა რომ ჩემი სტუმარი ხარ. მეც დიდი მადლობა. ერეხი ძალიან გამიხარდი რომ მე სტუმრე და მადლობა ჩემთვის მართლა კარგი არის რომ შენ მოხვედი და აი ამ პროკურორამ ცოტა ენა დაიმოკლოს რა. ამისაც დავიდაანებეთ იმასაც რა ქვია მამუკასაც დავიდაანებეთ და ცოტა აზე მოდი თორე. მის ღერი თუ ჩამომივარდება. ნიგო თავიდან ბატონი დავითი მაგი არ იქნება დასათვლელად ძნელი მაგრამ მე გირჩევთ რა ხალხო აი დამიჯერეთ რა ძალიან ბევრს წააგებთ ენის ჭარტას თუ არ შეეშვებით. გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდება. დიდი მადლობა.